საინტერესო ვიდეო ბლოგი გავამივა, ოღონდ ჩემ მეგობრის კედელზე შევიჭყიტები ახლა, სწორედ მას ჰქონდა გავრცელებული ირაკლი კობახიძის ის პოეზია. ხო, როცა ირაკლი კობახიძე ეს ბანდიტი კაცი დაეყარდნო საკუთარ სიტყვაში, მოიშველია საკუთარ სიტყვაში, ახსენა საკუთარ სიტყვაში გალაქტიო ტაბიძე არა, გალაქტიო ტაბიძის ერთი ლექსი, ამ ლექსს თავიდან ბოლომდე ჩამიგითხავთ, სწორედ ამ ლექსის გარშემო ვისაუბროთ და არა მხოლოდ ამ ლექსის გარშემო ამ თემაზე ვისაუბროთ. დავიწყოთ. გასოლოველი გერმანიამა და მელანდება მის ძიახში, ოხუცი მამა, სასხლავით ხელში. ბოდიში. ადისვენოში. ესე იგი, ირაკლი კობახიძეს მოლანდებია მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. ჩვენ 4 მოხუცი მამა პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა არა ერთ მათგანზე არ იტყვის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ 4 მოხუცი მამა, ბრძენი მამა, ჭკვიანი მამა, გონიერი მამა ყავდა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 52 წლის იყო, ზვიად გამსახურდია 91 წელს არასრული 52 წლის იყო, არა უკაცრავად სრული 42 წლის იყო, ეს იგი 31 მარტს გახდა და 42 წლის და 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 26 მაისს პრეზიდენტად ავირჩია. მოსახლეობამ აირჩია ამორჩეველმა. ბრძენკაცი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ასაკიანი კაცი, ის იყო შეუვალი ავტორიტეტი. რასაც ზვიადი ამბობს, ის არის ჭეშმარიტება, სიმართლე კი არა, ჭეშმარიტება. ამბობდა იმხანად ქართული საზოგადოება. ზვიადი იყო თავარგმირი, პირველგმირი, ერთგვარი ორიენტირი, ერთგვარი ლიდერი, რომელიც მიუძღოდა დანარჩენ საზოგადოებას წინ. ცდებოდა ზვიადი გარკვეულ შემთხვევებში ცდებოდა, მაგრამ საზოგადოებას ამას ვერ ეტყოდი. არ იღებდა საზოგადოება ამას. და რაც თავარია, ზვიადმა გამოაცხადა მართლაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, გვამცნო ყველას და შესაბამისად, სხვა არ გაუკეთებია ეს და შესაბამისად ზვიად გამსახურდიას პიროვნების გაკულტება კიდევ უფრო მეტად და მეტად მოხდა და სიკვდილმაც მისმა. არა თვითმკვლელობამ, არამედ მკვლელობამ, განაპირობა მისი უმაღლეს პედესტალზე აყვანა საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ისტორიაში. ვიტყვი ასე. მეორე ბრძენკაცი იყო ანტიზვიადი კაცი. ანტიზვიადი კაცი იყო ედუარდ შევარდნაძე. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძემ გარკვეულზე სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, განსაკუთრებით 95-96 წლიდან 2002-მდე, 2003-მდე, ვიდრე ნოემბრის ვარდების რევოლუციამდე, ედუარდ შევარდნაძე იყო შეუვალი ავტორიტეტი. ბრძენკაცი იყო თან, არ მინდა შემეშალოს და 1928 წელს დაბადებული ედუარდ შევარდნაძე თლად ასაკიანი არა, მაგრამ 94-ში დაბრუნდა ის. საქართველოში შესაბამისად 64 იანვარშია დაბადებული ედუარდ შევარდნაძე და დაბრუნდება მარტში. 64 წლისა გახლდათ მაშინ, როდესაც დაბრუნდა ჭკვიანი, გონიერი, ორიენტირი, თან ზვიადი განადგურებულია, აღარ არის, ან განადგურებენ მალე მოკლავენ 93-ში. უკვე შევარდნაძე გახდა მთავარი პირი, მთავარი ბრძენი, მთავარი გონიერი, უგონიერესი კაცი. ოღონდ იმ ხანადაც ზვიადის დროსაც და შევარდნაძის დროსაც იყო მაინც ორ ხელისუფლებიანობა. მეორე ხელისუფალი ვინ იყო? ვინ იყო და ილია მეორე, პატრიარქი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ორ ხელისუფლებიანობა გაგრძელდა მიშას დროსაც, როგორც თქვენი ნებართვით მიშას ბრძენკაც არ დავარქვევ, არა იმიტომ რომ ის გონიერი კაცი არ იყო, არა რასაკვირველია, იყო და არის გონიერი კაცი და მასშტაბური კაცი. მაგრამ ის მაინც მოქმედი პოლიტიკოსია, საპატიმროშია შეზღუდულია, მას არ ამოუწურავს ჩემი აზრით საკუთარი პოლიტიკური არ დაუსრულებია, საკუთარი პოლიტიკური კარიერა. დასრულებული რომ იყოს, ვინც ის და მას ბრძენკაც დავარქმევდი ორიენტირს, მაგრამ ახლა ის პროცესშია. შეიძლება ხელისუფლებაში ნაწილობრივ დაბრუნდეს, შეიძლება სრულად დაბრუნდეს, მე ვეპარება და აბსოლუტურად დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ერთპიროვნული მიშა სააკაშვილის მმართველობა დაბრუნდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის ჯერაც მოქმედია და მიუხედავად იმისა, რომ ამპლიტუდა ან მოქმედების არეალი მას შეზღუდული აქვს, მიშა სააკაშვილზე არ ვიტყვი ასე თქვენის ნებართვით.
მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მიშა სააკაშვილი ერთი ყოფილი მმართველია და მეორე გვარიანად ახალგაზრდა იყო, ვიდრე ზვიად გამსახურდიაც კი, აქ იგითხარით 52 წლის არის ზვიად გამსახურდია, როცა ის ხდება საქართველოს პრეზიდენტი 91 წლის 26 მაისს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ახალგაზრდა, როცა ის 2004-ში ხდება საქართველოს მთავარი პირი. მესამე ბრძენკაცი ჭყალებში ასაკვირველი ამ შემთხვევაში არის არ გაგიკვირდებათ და ბიზინა ივანიშვილი ორიენტირი ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის 2012 წელს განსაკუთრებით 2012-დან 16-დან 20-მდე კი შეილახა მისი ავტორიტეტი 20-დან 26-მდე 19-დან 26-მდე, მაგრამ მაინც აგე სამებაში თავარი ფიგურანტია, მასთან მიხავთ, ანუ ის კი არის მიდის, მასთან მიხავთ სოფლიო პატრიარქი ახსენებს მას და აღარ ლაპარაკობ რომ შიო ახსენებს მოსაყდრე პროტოპერესვიტერი ახსენებს სხვები და სხვები მას თავს ევლებიან ის უმდიდრესი კაცი საქართველოს ისტორიაში არა ახლა მასზე მდიდარიც გამოჩნდა ერთი მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა საქართველოში მყოფთაგან ყველაზე მდიდარი კაცი და ძლევამოსილი და ესოდენ ძლიერი კაცია ძლიერი პერსონაა ბიზინა ივანიშვილი სხვა საქმეა რომ თავის სიძლიერეს საქართველოს სასარგებლოდ არ იყენებს, მაგრამ პერსონალურად ის ძლიერი პიროვნულად ის ძლიერი კაცია. ბიზინა ივანიშვილი ცოტა შორის ბრძენკაცია საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით და ორხელისუფლებიანობა იყო ყოველ შემთხვევაში ვიდრე 17 მარტამდე, ანუ იმ მომენტამდე, როდესაც გარდაიცვლება პატრიარქი ილია მეორე საპირწონე მეორე თამაბალანსებელი კონკურენტი ხო ბიზინა ივანიშვილი დარჩა და მეორე კონკურენტი კი გარდაიცვალა ანუ პატრიარქი ილია მეორეს იმ ქვეყნად გაასწრო ზვიადმა იმ ქვეყნად გაასწრო ედუარდმა და პატრიარქმა გაასწრო იმ ქვეყნად ბიზინა ივანიშვილს რომელსაც სასაკვირველია იმის ახლა ხო იყო 500,000 გასვენებაში როცა იქნება მაშინ 10-ჯერ ნაკლები 50,000 კაცი კი არა 5,000 კაციც კი ჩემი აზრით არ ეღირსება საკუთარ გასვენება პანაშვიდებზე ბიზინა ივანიშვილს როცა იქნება მაშინ 50 წლში და 40 წლის შემდეგ არ ეღირსება ამიტომაც ცოტა გაოგნე ჩემი აზრით ცოტა გაოგნებული იმზირებოდა ბიზინა ივანიშვილი ის ვერ წარმოიდგენდა რომ თავარი ბურჯი და პატრიარქი მასზე დიდი ბურჯი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა ასეთი დაფასებული იქნებოდა ირაკლი კობახიძე სადაც ჩემი ტელეფონი ირაკლი კობახიძე ამბობს ხო რომ ესე იგი მოხუცი მამა სასხლავით ხელში ვის სტადის მენახში ვის მიემართება ეგ რა მაგის პასუხია ეს სიტყვები პატრიარქ ილია მეორეს ის სასხლავით ხელში ჯერ არ სულია თუმცა გულახდილები ვიქნებით და მით უფრო ვერც ივლის სასხლავით ხელში ეს სიტყვები ირაციონალურად მაინც მიემართება ბიზინა ივანიშვილს კიდევ ერთ კი არა აი ბოლო მოხუც მამას რომელმაც სასხლავით ანუ სასხიპით ხელში უნდა იაროს ვენახში და გასხიპოს კონკურენტები მოწინააღმდეგეები ოპონენტები მტრები უფრო დიდი მტრები და ასე შემდეგ ირაკლი კობახიძეს სამწუხაროდ დაავიწყდა ან უბრალოდ არ თქვა არ წარმოთქვა სხვა რამ ამავე ლექსიდან ეს არის გალაქტიონის ლექსი სრიან ბალახზე მამული ქვია ლექსი სრიან ბალახზე თუ ფეხში შველა არ გავიარე რა მამული დახტოდა და დარბოდა სრიან ბალახზე ბიზინა ივანიშვილი ჭორვილის ლაშჩი სოფელ ჭორვილაში და მდინარე ყვირილის მიდამოებში სრიან ბალახზე განა არა მამული შეიგრძნო თუ არა ეგ სხვა საქმეა წინაპართაგან წავიდა ყველა წავიდა და ერთადერთი წინაპარი უფრო სწორად ბრძენკაცი ბიზინა ივანიშვილი დარჩა შერჩა ქართულ სახელმწიფოს ბრძენკაცი ამ შემთხვევაში ცხადია ბჭყალებში სხვა ხალხის ისმის აქ შრიამული სხვა თუ ილია მეორე არის წინაპარი სხვა ხალხი გამოდის სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე მდინარაძე სხვები და სხვები აი ამით ერთგვარად მიესალმება სხვა ხალხის აჟრიამულ მხიარულებას ირაკლი კობახიძე გაშალა ველი ნელმანია ამას კი ამბობს და მელანდება მემის წიაღში მოხუცი მამა რა ეგალაქტიონებოდა არ ვიცი სიმართლე გითხრათ სასხლავით ხელში დადის ვენახში სასხლავი სასხიპით ხელში თუ ვინმე ივლის მომავალში არის სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი რომელმასაც ჩამოსცილდა მეორე ბურჯი ქართული სახელმწიფოებრიობისა და რაც შეეხება ბიზინა ივანიშვილის მიერ გასასხლავს მარტო ადამიანები არ არიან ესენი
ინსტიტუციებიც არის, რომ ვიცოდეთ მაინც. ის ქართული საერო ხელისუფლების დეინსტიტუციონალიზაციას აპირებს. ის აგრეთვე საქართველოს საეკლესიო ხელისუფლების დეინსტიტუციონალიზაციასაც აპირებს. მან უნდა დაიქვემდებაროს საპატრიარქო ილია მეორეს, ანუ მეორე ბურჯის ან თავარი ბურჯის პირობებში ამას ვერ ახერხებდა ბიძინა ივანიშვილი სრულად რა არ სცადა მოსყიდვა, მოგთამვა ბიზნესმენებს საკუთარივე კარის ბიზნესმენებს ავალებდა რომ აგე რაღაც არ ვიცი მე გაურემონტეთ თუ გააუშენეთ ახალი ტაძარი, შეუკეთეთ ახალი ტაძარი, რა არ გააკეთეთ, მაგრამ ბიძინა და ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მაინც ვერ ერეოდა პატრიარქ ილია მეორის ავტორიტეტს. ახლა როდესაც სამი კანდიდატი იქნება პატრიარქობისა, ვინც არ უნდა გამოარჩიოს სინოდმა ამ სამიდან, ყველაზე უფრო ბრგეც კი არ დავასახელებ ცხადია, გვარსახელებს ყველაზე უფრო შეუვალი ჯიუტი პატრიარქ ილია მეორის სიჯუტის გამეორების მსურველი კლდე ვითარცა პეტრე. ხო, ბიძინა ივანიშვილი მასთანაც კი შევა ამ აღებმიცემობა მოგთამვა მოთაფლაში, იმიტომ რომ იცის ბიძინამ რომ უნდა დაინგრეს ინსტიტუცია და პატრიარქის პირობებში ამას ვერ ახერხებდა, რაც ნიშნავს დანგრევა, ბარემ ვიტყვი, ბევრ რამეს ნიშნავს, დასაკვირველია, მაგრამ ვითარცა პითონმა ნელა არა მაინც და მაინც კი არ უნდა გასხიპოს, პირდაპირ კი არ უნდა მიაჭრას, არამედ უნდა მოგუდოს პითონმა თუ ანაკონდამ, უნდა მოგუდოს და საბოლოო მიზანი არის საქართველოს ავტოკეფალიის, რომ ვიცოდეთ მაინც დასუსტება, ეს ერთ-ერთი სვეტია, კვლავ ვიმეორებ ჩვენი ავტოკეფალია ჩვენი დამოუკიდებლობისა, საქართველოს იზოლაციონიზმი მხოლოდ რუსეთის საპატრიარქოზე ბოდიშს ვიხდი. აი რომელიღაც ეტაპზე 2026-ია ახლა 2029 წელს ასე მაგალითად თუ ბიძინა დარჩა, თუ ბიძინამ გაანადგურა ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ინდივიდები და ასე შემდეგ მიიქვემდებარა მოხუცი მამის გარეშე დარჩენილი საქართველოს საპატრიარქო თუნდაც ირიბად ევაჭრა მათ, შემოივაჭრა მასთან ინსტიტუციასთან რაღაცები. რომელიღაც ეტაპზე რომ თქვას რუსეთმა ილარიონ ალფეევმა, რომელიც აქ იყო ჩამოთხრეული, ან საპატრიარქოს, რუსეთის ბანდიტური საპატრიარქოს ნებისმიერმა წარმომადგენელმა კირილ გუნძაევის ძლოკვებმა, რო თქვან, რომ რატომაც არა, მოდი გავმართოთ ერთობლივი წირვა-ლოცვა რომელიმე რუსულ, ბევრი კი არ არის დარჩენილი, ერთი თუ ორია თუ არ ვცდები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რომ რამდენიც არის. აქაურ რუსულ ალექსანდრე ნეველის სახელობის თუ არ ვცდები ტაძარში. გავმართოთ. შიო ან ნებისმიერი სხვა პატრიარქი წინააღმდეგობის გამწევია პატრიარქი ილია მეორე თავისი დიპლომატიურობით ამისათვის წინააღმდეგობის გამწევი იყო არა, მე იმას კი არ ვამბობ რომ მაინც და მაინც არ გამართავდა, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ვეღარც აკადრებდნენ ხოლმე ჯერ ერთი ასაკიანს, ერთი, მერე მეორე აშკარად აი ჯიუტ რაღაც თავისი გზაზე მავალ პატრიარქს. აქ წინააღმდეგობის გამწევი ყველაზე უფრო ჯიუტიც კი, ყველაზე უფრო ნაკლებად რუსიც კი არ არის. ამასთან არ დაგავიწყდეს რომ პუშკინგიანო ზეწოლა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდანაც, ანუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც განხორციელდება ნებისმიერ სხვა მწყებს თავარზე, ნებისმიერ სხვა მაღალ იერარქზე მოხუცი მამა სასხლავით ხელში, სასხიპით ხელში, ხო, პითონი მამა ივლის ასე ვიტყვი, ანაკონდა მამა, ერთადერთი ანაკონდა მამა შერჩა ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ილია მეორე უბრალოდ გარდაიცვალა. ირაკლი კობახიძე აღარ ამბობს კი არა ამ ლექსს ხო თავიდან ბოლომდე ცხადია არც იცნობს, მაგრამ გალაქტიონი დაბიძის 1915 წელს დაწერილი ეს ლექსი სრულდება ასე. აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას დაემგვანება, ისევ ამწვანდა მდელო და კორდი, დავდივარ წუხვარ და მენანება, ისევ ამწვანდება კი მდელო და კორდი. ივლის კობახიძე და შეწუხდება თუ არა? მეგეთქვით რომ არა. და რა დაენანება? არც არაფერი, იმიტომ რომ ილია მეორეს გარდაცვალება რეალურად არის განმტკიცება, მოემსახურება, ასე გარდაიქმნება ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებას მოემსახურება და წაადგება. მოდი ვიტყვი ასე. ირაკლი კობახიძე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც გალაქტიონი მოიშველია. დაკრძალვის
იმ ცერემონიაზე სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც ბიზინას მისი აშენებული ჰგონია და ჰგონია რომ ის არის ბატონ პატრონი და არც არავინ არ უნდა გაჭაჭანებულიყო, ოპოზიციონერი კი არა. არავინ არ უნდა გაჭაჭანებულიყო, ვისაც ბიზინა ივანიშვილი არ გააჭაჭანებდა. ამიტომაც იყო 80 კაციანი დელეგაცია სადღაც კედელთან რუსებისა. მაგრამ იძულებული იყო დაეთმოთ. შიოც იძულებული იყო, პრესვიტერი ზვიადაძის იძულებული იყო დაეთმოთ თავარი სიტყვა მიეცათ ბარტლომეოსისთვის. რომელმაც ძალიან საინტერესო აქცენტებიც გააკეთა, იქნება დადგეს დრო და ეს სიტყვას გავაანალიზოთ, მათ შორის ავტოკეფალიაზეც და ასე შემდეგ. მოკლედ ბიზინა იყო თავარ აქტორი, მაგრამ თავარ რეჟისორი მაინც ილია მეორე იყო. ყველაფერი ილია მეორე, პატრიარქმა ილია მეორე დადგა, ხო, ყველა ადამიანი ვინც ადიდგა, ასე გეტყვით, ასე აქვსნი, ილია მეორის გადაწყრეტილებით იდგა ეს პროცესია, ეს ამდენი ხალხი, ეს 9 მილიონი, მოქალაქე იქ ვიღაც სად იდგა, ერთი გუნდი სად იდგა, მეორე გუნდი სად იდგა, სიოდი რომ დაკეტეს ეგ რა მაგის პასუხია გახსოვთ, ხო? ასეთი რამე გაუკეთებიათ 1802 წლის აპრილში გააკეთეს. ეს ბოლოს რომ ვიცოდეთ, მაინც როდესაც წაიკითხეს მანიფესტი. და თავადაზნაურობა, რომელიც აპირებდა, ან ცდილობდა გაეპროტესტებინა რუსების მიერ წალეკითხული მანიფესტი, ის თავადაზნაურობა მათი ნაწილი დასაჯეს, იცით თუ არა თქვენ 1802 წელს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე პირველის ეს მანიფესტი წაკითხული 1802 წელს სიონის საკათედრო ტაძარში, ალექსანდრე პირველის მიერ მიღებული არის მანამდე 8 თვით ადრე. უბრალოდ მაშინ რუსებმა ნელ-ნელა რომ შემოდიოდნენ და სულ შემოდიოდნენ და ახლაც შემოდიან, მაშინ უბრალოდ ეს ვერ გაბედეს, ანუ სექტემბერშივე ვერ გაბედეს ჩვენთვის რუსეთთან მიერთების მანიფესტის წაკითხვა, ჩვენთვის გაცნობა. ივანე ჯავხიშვილი რას წერს ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, 1802 წლის ამბავზე, 1801 წლის ამბავზეც და ასე შემდეგ, აღარ ვილაპარაკოთ რა, როგორ იყო ალყა შემორტყმული სიონის საკათედრო ტაძარი 1802 წელს და ერთგვარად რაღაც ოკუპირებული რუსების მიერ, ახლაც თითქოს ოკუპირებული იყო, ჩვენში დარჩეს ბიზინა შიგნით რატო იყო? ის ხო ჩვეულებრივ გავიგეთ, რომ საპატიო მოქალაქეა თუ საპატიო თავმჯდომარეა, მაგრამ რატო იყო შიგნით? ხო და მოკლედ ეს ბიზინა ივანიშვილი ვერ ასცდა გალაქტიონ ტაბიძეს. ოღონდ ნახეთ როგორ საინტერესო აქცენტს აკეთებს კი არა, როგორ იშველიებს გალაქტიონ ტაბიძეს ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქი. ის ამბობს, ის სხვა ლექსის ფრაგმენტს ერთს რობს გვიკითხავს, რომ ვიცოდეთ მაინც გალაქტიონ ტაბიძისა და ამ ლექსს ჰქვია წიწამურში რომ მოკლეს ილია. მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი. მე წაგიკითხავთ ამ ლექსს თავიდან ბოლომდე. პრინციპში მახსოვს, ხო, წაგიკითხავთ ჯობს ალბათ. წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი. ძველი სიმღერა და იდილია ფანტასტიკური გამოჩნდა ხიდი. მოჰქონდათ წინათ პასტორალები, ბახთამნათობით გადამთოვრება, როგორ ოხრავენ მათზე ქალები, რამ შვიდი იყო მათი ცხოვრება. დრო იყო ომით აუსახველი, დღეებს იმედი ესაკიდება. რა მაძლავრად ქუხდა მათი სახელი, რა დიდი იყო მათი დიდება. დადგა 908, რატომ არის 908-ზე გამახვილებული ყურადღება, იმიტომ რომ 907-ში მოკლეს ილია. ახალი ლანდი, ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ ახალი წვიმა, ქარი დალანდი, თავად დალანდი. უკვე შემდგომ თუ არ ვწდები, ან მანამდე გემი დალანდი არის გალაქტიონის ლექსი. და შორს აგვიყვანს ეს საუბარი, მაგრამ მაინც აქ ლაპარაკია გემზე, რომელიც ვერ მიადგა ნაპირებს. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ფრინამ ჰოლანდიელზე, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ბევრ რამეზე. და მთელი ხანა წიგნის და აქ მე თქვენის ნებართვით მე ვერ წავიკითხავ, მაგრამ აი კი თარგმნი ამ ფრანგულ თარგმნი და ვეცდები წავიკითხო ფრანგული ფრაზა. ესე იგი და უყურეთ როგორ არის ახალი წვიმა ქარი დალანდი და დალანდი ბჭყალებშია და მთელი ხანა წიგნის და ქართულად ასე ჟღერს.
უბრალოდ ფრანგულად ასე ჟღერს. ეს არის Crown of Law. მე ვერ წარმოვთქვა, როგორც ცხადია, ანუ არ ვიცი რა ფრანგული. თუმცა შინაარსით ეს არის ყვავილებით გაფორმებული თავის ქალა. ყვავილებით გაფორმებული თავის ქალა, ახალი წვიმა ქარი დალანდა მთელი ხანა წიგნისა, მთელი პერიოდი წიგნისა, ყვავილებით გაფორმებული თავის ქალა. ამას ბუნებრივია ბიზნე ივანიშვილი არ ჩაგიკითხავდა და რომ ჩაეკითხა რა უნდა განემართა მას ჭორვილელ უიც. ხო, და რა ბოლო დასკვნა. ბოლო წინადადებები ამ ვიდეობლოგისა. წაიქცა, აღარ არის ცოცხალი, ბურჯი, ავტორიტეტი, მოხუცი მამა, ქართული სახელმწიფოსი. ცუდი, კარგი, თქვენს მიერ უარყოფითად შესაფასებელი თუ შეფასებული კრიტიკულად განიხილავთ მის ნებისმიერ ქმედებას ერთი-ორის გარდა ალბათ. არ აქებთ პრაქტიკულად. ან ბევრი თქვენგანი პირიქითაც აქებს, მოსწონს, უყვარს, მად უყვარს. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ავტორიტეტი იყო. და ეს კაცი აღარ არის ცოცხალი. დარჩა ერთი ბჭყალებში ავტორიტეტი, ბჭყალებში ან სხვა ხალხის წარმომადგენელი, სხვა ხალხის ის მისაგრიებული, ან სხვა ავტორიტეტი. ერთადერთი სხვა ბოლო მოხუცი მამა ბიძინა ივანიშვილის სახით. აი ეს ბოლო რომ ვერ აბალანსებს ის ბოლო მოხუცი მამა აპირებს ამ ქვეყნის გადანადგურებას. ავტოკეფალიის განადგურებას, ქართული საგალობლების განადგურებას, ამოღებას. ადრესატები კი იცით ვინც ხართ, ვისაც მიემართება ეს ჩემი ამოძახილი. მაგალითად გელათი, პარემ ვიტყვი. ის არ აპირებს, შეგნებულად არ აპირებს გელათის აღდგენას, არც საპატრიარქოსთან ერთად, არც საპატრიარქოს გარეშე. სულად გავამდის რა უნდა გელათის აღდგენას მეთქი, მაგრამ გელათის აღდგენას ალბათ კი რა, გასაკვირველია ბევრი რამ უნდა, მაგრამ აღდგენა 21 საუკუნეში ვართ და გელათის აღდგენას უნდა 24 საათი ნების, ფინანსების 24 საათი თუ არა, არ ვიცი, 240 საათი ნების, ფინანსების, სათანადო სპეციალისტების მოწვევის და ასე შემდეგ გათვალისწინებით. გაუბედურებულია გელათი და ასეთი გაუბედურებული სრულიად შემთხვევით იქნება ყველა ნიშანსვეტი ჩენი დამოუკიდებლობისა, გელათი დამოუკიდებლობის ნიშანსვეტიც არის. და ჩვენ უნდა წავიდეთ და ვილოცოთ ახალ სამებაში, რომელსაც არაფერს არ ვერჩი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ახალი სამება მისია. მისი. არა დავით აღმაშენებლის, ამარ მეფის, სვეტიცხოველი არსაკიძის, გიორგი პირველის, არა, არავითარ შემთხვევაში. არა. მისი. ის არის არსაკიძე. კოლონკელიძის ქალი არის ხვედელიძის ქალი. სამებასთან იმართებაში. ოღონდ შორენ არ ქვია. არაბეთ ქვია. ამ შემთხვევაში ხა კონსტანტინე გამსახურდია გავიხსენე. თლად გულახდილებით თუ ვიქნებით, მაგრამ მაინც ჩვენ ხო კონსტანტინე გამსახურდიათი ვიცით. სვეტიცხოველი ჩვენ და სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევაში ისევე როგორც დათა თუთაშხია ვიცით ფილმით. შორს აგვიყვანს. ხვედელიძის ქალბა ააშენა ივანიშვილის თან ერთად სამება და ის მისია. რომ ვიცოდეთ მაინც. ხო და ესე ანგრევს ბიძინა ივანიშვილი და დაანგრევს მომავალშიც და ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნდა გავფრთხილდეთ. აკვამდის